სკოლაში შესვლამდე ბავშვები მოსამზადებელ კურსს გაივლიან. განათლების სამინისტროს უკვე მზად აქვს კანონპროექტი, რომელიც სკოლამდელ დაწესებულებაში ერთიან სტანდარტების დანერგვას გულისხმობს. საპილოტო პროგრამა ოქტომბრიდან ამოქმედება და მასში ჩართვა ბაღებს ნებაყოფლობით შეეძლებათ. კანონში ცვლილებების შეტანა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის შემდეგ გადაწყდა, რომლის მიხედვითაც სკოლაში შესვლის დროს ბავშვების მომზადების დონე საგრძნობლად დაბალია. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. ბაღიდან სკოლაში წასასვლელ პერიოდს სახელმწიფო ახალი პროგრამით გააკონტროლებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით შეიქმნება ერთიანი სასკოლო მზაობის სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ბაღში მიღებული ცოდით და უნარებით ბავშვებს სკოლაში სწავლა აღარ გაუჭირდებათ. ეს არის მიდგომა, რომელიც შემუშავებულია და მსოფლიოში კარგად აპრობირებულია და მე ვფიქრობ, რომ განათლების ხარისხის გაზრდისთვის აუცილებელია, რომ სკოლამდელი განათლება დაინერგოს საქართველოში, დაინერგოს საფუძვლიანად, ისე როგორც საჭიროა. სტანდარტის ავტორების თქმით, ცვლილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბავშვთა სასკოლო მომზადების დონეს, რაც მის შემდგომ აკადემიურ მიღწევებზეც აისახება. პროგრამის პრიორიტეტები ბავშვთა ფიზიკური მომზადება, შემეცნების ფუნქციების განვითარება, ემოციებისა და ქცევების შემუშავება და სასწავლო პროცესისადმი დადებითი განწყობა იქნება. სტანდარტი ახალი სასწავლო წლიდან საპილოტო პროგრამის სახით ამოქმედდება და მასში მონაწილეობა ნებაყოფლობით ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა ბაგაბაღს შეეძლება. პროგრამა ეხება 5-დან 6 წლამდე ბავშვებს. პროგრამა ისეა აწყობილი, რომ ხელი შეუწყოს ბავშვების სკოლაში ინტეგრაციას, ისინი მზად იყვნენ სასკოლო პროცესისათვის. წლების განმავლობაში ევროკავშირის ექსპერტები და სხვადასხვა ექსპერტულ დასკვნებში იყო მოთხოვნა, რომ წინა სასკოლო განათლება, როგორც ადრეული განათლება, ასევე სკოლამდელი განათლება ყოფილიყო განვითარებული. ახალი სტანდარტის მომზადების პროცესში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად გაეროს ბავშვთა ფონდიც იყო ჩართული. ორგანიზაციას ამ დროისთვის მხოლოდ ერთი შენიშვნა აქვს, რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს აღნიშნული ნორმების ამოქმედება. პრიორიტეტი არის რასაკვირველია ბავშვი, პრიორიტეტი არის ის და მთავარი არის ის, რომ ბავშვი უკეთ იყოს მომზადებული სკოლისთვის. ჩვენი მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ აი ამ პროგრამას ჰქონდეს სავალდებულო ხასიათი. კანონპროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში განიხილება. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით საკომიტეტო მოსმენები დასკვნით ეტაპზეა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება კანონში ცვლილებების შეტანის პლენარულ სხდომაზე გატანა. ბევრი სრულიად ახალი თემა შემოდის, რომელთაც სისტემურად იცვლება მიდგომა და თანამედროვე ევროპული ტიპის სტანდარტები მუშავდება. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ამ სამუშაოს უახლოეს პერიოდში დავასრულებთ, გვექნება საჯარო ერთი განხილვა და შემდეგ მოხდება ინიციირება პარლამენტში. საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით საქართველოში ბავშვებში სასკოლო მზაობის მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით დაბალია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ახალი სისტემა პრობლემის გადაჭრას დააჩქარებს.